გამარჯობა ჩემო მეგობრებო. დღეს საღამოს ვუყურებდი ხატიას ვიდეოებს იქებზე რომ ყვება მამაკაცების და ანუ red flag-ები არის უფრო ჩემთვის ვიდრე იქები და გამახსენდა ჩემი სია და ეხლა ძალიან მინდა რომ გაგიზიაროთ, იმიტომ რომ აი ხატიას ვიდეოებზე მართლა გავიფხრიწე და გამახსენდა მე რო წერდი ამ red flag-ებს როგორ ვიგულდებოდი და ეხლა ჩემებს გაგაცნობთ. ძალიან ბევრ რაღაცაში ვეთანხმები განსაკუთრებით აი ბიჭს რო თით გასაყრელიანი ჩუსტი ანუ აი შლოპანცი რო აცვია ზაფხულში აი ეს მემართება. ეხლა გაგაცნობთ ჩემებს უბრალოდ ნოუთებში მიწერია დაახლოებით 100-მდე red flag-ი იქი რაც მამაკაცებზე მემართება, მაგრამ გოგოებზეც მაქვს ჩამოწერილი. არ ვიცი რამდენად კარგია რომ გოგოებზეც მაქვს ჩამოწერილი, მაგრამ ზოგადად ესეც საკითხია რომ არ მინდა რომ ვინმე რამითი დავაკომპლექსო ამით. უბრალოდ ჩემთვის რაც არის იქ და red flag აი მაგაზე საუბარი მინდა, იმიტომ რომ ძალიან მეცინება მართლა ეხა იქ სიტუაციები რომ ახსენდება. ზოგადად შევთანხმდეთ რომ რაღაცები არის გოგოების და რაღაცები არის ბიჭების. ეხა არ მინდა რომ ისეთი კომენტარები წამოიცვა შესექსისტო თუ რაღაც ანუ არა. რაღაცები არის გოგოების, რაღაცები არის ბიჭების. მაგალითად საწრუპი რაც ხატიას უწერია და უწერია მეთქი ხატიამ თქვა და ძალიან ვეთანხმები, ანუ აი საწრუპი კოქტეილი, აი ფენით მის გაშრობა, ანუ არა მე უნდა გავიშროთ მაგ და შენ არაფერი არ უნდა ქნაი პირსახოძით ოდნავ შეიშრე და всё, ანუ всё. მოკლედ, ჩემი ერთ-ერთი red flag-ი და იქ მამაკაცებში, ანუ აი რაც მაღიზიანებს და ცოტა აი ეს რაღაცას მართებს არის ის, რომ აი კინოში რო ვართ რამე საშინელებას და აი ძალიან რო ეშინია და ვაი, აი ძალიან რო პატარავდება და აი მე რო ვაწყნარებ, ანუ აი საშინელებაა და აი რისკეშინია კინოა თუ რაღაც აი. ეხლა ამის გადაღებისას ხვდები, რომ დედა ჩემი ბავშვობაში შემოვნებოდა რომ შენ ძალიან წერვა ხარო და იაზო არასდროს არ უჯერებდი რომ არა და მე ძალიან თბილი და საყვარელი ვარ და ეხლა ხვდები რომ რაღაცებში ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და ძალიან ბევრ რაღაცას ვაკვირდები ადამიანთან ურთიერთობაში, რაც არ არის კარგი. ვერ ვიტან ძალიან ციკიან ადამიანებს ვგულისხმობ აი თმებზე რომ ისტერიკას იმართება, რომ აი ცხოვრებაში აი ხელი არ გამიკეთებია არასდროს და ანუ ქერა ბეწვები და ღენღლები მაქვს და აი ერთხელ მითხრა ერთმა ბიჭმა რომ მე სულ ვიკეთებ ლაზერს და აი შენც რომ მოიშორო ეს ქერა ღენღლები და მეთქი girl აიგეთი არა გოგოები ვიკეთებ და გთხოვ ანუ ვიკეთებ. ვერ ვიტან ბიჭი რომ ცოტას ჭამს, ანუ აი რო იკენკება რაღაცნაირად, რომ არ მე ხ ბარიატრია მაქვს გაკეთებული და აი მართლა ჩიტის დოზების ვჭამ, მაგრამ აი სადმე რო ვართ და აი ერთი ხინკალი რო შეჭამა, ან აი სამი ხინკალი რო შეჭამა და აი ძალიან ბევრი ჭამა. ანუ გთხოვ რომ 50 ხინკალი ჭამა და აი ყველას მოუგო ვინც რამდენი ჭამა, ანუ ძალიან ბევრი უნდა ჭამო. სადმე რო ვართ და მე რო ვსვამ ან ლატეს არასდროს არ ვსვამ, აი კაპუჩინოს ვსვამ და აი თვითონაც რომ ომე ლატე მინდა აი ნუშის რძით. ანუ აი დალი თურქული ყავა ან ამერიკანო. ან აი მაქსიმუმ კაპუჩინო აი გთხოვთ. აი არ ვიცი შეიძლება ძალიან ცუდად, მაგრამ აი არ არის რაღაცები ბიჭის მოპატიერ გთხოვთ. მაგრამ სამეცინო. აი ბიჭმა რო ცურვა არ იცის, მან მეწყება ისტერიკა სრული, არც ცურვა და არც სრიალი. ანუ ორივე თუ იცის აი ერთ-ერთი მაინც თუ იცის ძალიან კარგად, ოკეი, მაგრამ აი საერთოდ არც ერთი რო არ იცის და აი ფასეინზე ზღვაზე რო ვართ და აი ცოტა რო ეშინია რო არ ჩაიძინოს, ანუ ხო. აუ კიდევ ვიტყვი ჭამას მასრაც უკავშირდება. აი სადმე სუფრაზე რო ვართ, ან აი თავისი თუ შევკვეთა ეგ საერთოდ კოშმარია. აი სადმე სუფრაზე რო ვართ და დევს კოკა-კოლა და აი ვაშლის მირინდა, ან აი სპრაიტი, ან აი რაღაც და აი მაგას რო დალევს და კოკა-კოლას არ დალევს, ანუ გთხოვ კოკა-კოლა დალიან წყალი დალიან და აი ვაშლის მირინდა. ეს მე მგონია პირველ ადგილს უნდა დამეყენებინა, მაგრამ ეხა ჩამოყევსიას და შემხდა და ვიტყვი. აი ჯერ კიდე რო ცოტა არ გაგვთ ახლო ურთიერთობა და ცოტა კარგად რო არ იცნობთ ერთმანეთს და სადმე რომ მიდიხართ და აი უცებ წამიერად რო გაგკრავს და ფიქრობ რომ ნეტა ის გადაიხდეს თუ მე გადავიხდი. ანუ girl თახას ვიყავთ მხოლოდ გოგოები. ანუ never in my life არასდროს არ გადავიხდი როცა კაცთან ერთად ვარ, ანუ you are paying everything. მე მოვდი ვარ ხასიათით ძალიან მხიარული, გაცინებ ძალიან ბევრს, ანუ კარგად ვართ, მაგრამ მე ვერ ვიხდი ვერასდროს you need to pay ბოდიში. მაგრამ ამას არ მომფრო, ეხა მე სადღაც ცოლქმრობაში ან ძალიან ახლო ურთიერთობაში ეხა მოსულა, მაგრამ ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა და უკვე რომ მაღაზიაში შევდივარ და ჩემთვის მე ვყიდულობ და შენთვის ყიდულობ. Girl
შეიძლება ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ აი ბიჭი რო არ ეწევა არც სიგარეტს, არც აიქოს მოიხმარს, აი ცოტა girl. ასევე ვერ ვიტან ბიჭი რო ძალიან გარკვეულია ჰოროსკოპში. აი ეს მემართება უბრალოდ. აი ჩემი ტატო ძალიან ბევრს გონია, რომ არის ჩემი თანავარსკვლავედი და ლომი ხარ? მეკითხებან. არა. და აი დღეს რო ცოცხასიაზე ვარ და რაღაცა ან ისე რომ ვამბობ ან გახიზიანებული ვარ რაღაც და დაიკიდე სატურნია რეტროგრადში და ეს ამიტომ ხდება. ანუ ხო. ნუ აი მანქანის ტარება რო არის ის ესეც უპირველესია ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან ნორმალურად ვატარებ მანქანას და ვერ წარმომედგენია ჩემ გვერდზე იყოს მამაკაცი რომელსაც მანქანის ტარება არ იცის. ანუ რანაირად როგორ ანაი აუცაზაც იყო და ზუსტად ეგრე აი ქალაქარეთ რო სადმე მიდიხარს და აი რო არ იცის გორი სად არის ან ავტობანზე როგორ გავიდეს. ანუ ეგ ხო არ მკითხო ეგეთ რაღაცები ან ისე ჩართარ უკარო ვერ გავიგო ან უბრალოდ იცოდე სად არის გთხოვთ. ანუ და ერთ-ერთი უმთავრესი რაღაცაც გამორჩა. მე შეიძლება ძალიან ნაფოფინებ ოჯახში გავიზარდე და მამამ ძალიან ბევრი სტანდარტი დამიტოვა კაცების მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი საბაზისო რაღაცაც ყველა კაცმა უნდა იცოდეს. აი სახლის საქმეები კაცმა რო არის ის მართლა ისტერიკა მეწყება. აი დრელს რო ვერ გამოიყენებს და ნათურას რო ვერ შემიცვლის სარკეზე. ანუ რავი, რა შეგილია? ყავის დალევა? თუ ანუ ძალიან ცუდად ვიგწევი. ვფიქრობ, ეს ვიდეო აქ დავასრულო, იმიტომ რომ ძალიან გადავიჭერი უკვე და ნოთებში რო უბრუნდები, იქ იმდენი რაღაც მიწერია, რომ ყველაფერს თქვა მინდა, მაგრამ ძალიან მერიდება, იმიტომ რომ მგონია რომ ვინმეს დავაკომპლექსებ ამით და მალბატიეთ, არავის არ ვაკომპლექსებ, უბრალოდ ვამბობ, ჩემთვის რა არის ოდნავ გამაღიზიანებელი და მიუღებელი. შეიძლება ვიღაცამ დამწერს, რომ შენ იდეალური ხარ? არა. არ ვარ იდეალური და დარწმუნებული ვარ რომ მილიონი რაღაცა მაქვს რაც ჩემში ჩემი მხრიდან გააღიზიანებს ადამიანს, მაგრამ ეს კონკრეტული რაღაცები არის ისაც მე ვაღიზიანებს და თამთვლი რომ ცოტა სასაცილო, ანუ აი ეს სიტუაციები რომ კინოში რო ეშინე და იტარება რო არის ის რომ ძალიან საყვარლები ხართ, ან აი წუჩის ბალზამს რო ხმარობს და კაცთა სტომაგით აი ხელის კრემს რო თავაზობ და რომ ეთანხმება, მან ცოტა ეს მეწყება, მაგრამ აი გაჩნია მე როგორ გააკეთებს, ანუ ამას თუ იზავს, თუ აი ამას იზავს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მარტო გოგოები მიხვდებით, კაცმა აი ეს უნდა ქნას თუ ეს. გავაღებ, დავიდი. პაგა. განჯინეს დონატები მოვიდა და უნდა გავსინჯო და ამის ვიდეოს გადავიღებ.